ჩვენი შემდეგი სტუმარია ლევან სამუშია, ის თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს. ბატონო, თქვენ როგორ გაიგეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვიზია მინიშნება, რა ტიპის, ვთქვათ, ხარვეზი დაინახეს აქ ადგილზე წარმოებულ პროცესში, რა თქვეს ამ გადაწყვეტილებით? მოგესალმებით დიანა და მადლობა პირველ რიგში შემოწმებისათვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, ვინაიდან მას ანალოგი არ მოეძებნება და ვერ ვნახავთ სტრასბურგის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში ვერც ერთ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის საქმეზე მსგავსი სახის გადაწყვეტილება მიიღოს. ესე იგი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო და მყისიერი საფრთხე არსებობდა საქართველოში, კონკრეტულად უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნიდა სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქამდე მიიღებოდა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხებოდა სარქე, როდესაც წამების შესაძლებლობა არსებობდა ადამიანის ან ექსტრადიციის ფაქტები დგებოდა. ანუ გაიგივებული არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალი სტანდარტი დაადგინა და გაიგივა და ეს მოხდა სამწუხაროდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეს მინიშნება, რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული, თუ ჩვენ ამას ასე ვერ ჩავთვლით, ვიდრე კიდევ უფრო მეტი არ იმსჯელებს იქ კოლეგია და კიდევ უფრო მეც ამის შესახებ არ იტყვიან. იცით რა, დიანა, ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სიტყვით არავინ არ ჩაგვიწერს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და იმ ტერმინოლოგიით ამ შემთხვევაში რასაც ჩვენ პოლიტიკოსები ვსაუბრობთ, პოლიტიკაში ყოფილი პირები, ამას შეიძლება არის ეს სასამართლო არის, მაგრამ იქ ზედმეტად აი ზედმიწევნით უფრო სწორად კარგად არის მითითებული იმ დროებით შეჩერებაში, რაც 8 მარტამდე არის და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გააგრძელოს შეჩერების მექანიზმი ამ შემთხვევაში და აღსრულება შეაჩეროს. აქ პირდაპირ წერია, რომ არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში, არ უნდა იქნას უხეშად განხორციელებული ჩარევა და მეორეც რომ შეაჩერა გადაწყვეტილება დიდი პალატის, შეიძლება ითქვას, უზენაეს სასამართლოში, ვინც კი მოსამართლეა, ყველამ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ყველამ მიიღო ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა და მისი გადაწყვეტილება არის შეჩერებული. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც საჯარო იყო, იქ ეწერა მე-7 პუნქტი იყო, თუ არ ვცდები, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ეს არის, ვთქვათ, ნაღები მოსამართლეების, ასეა დაკომპლექტებული დიდი პალატა და მათი საბოლოო გადაწყვეტილება. აი ამის შეჩერება უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ეს არის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, ბოლო ინსტანციის სასამართლო საქართველოში და აქედან გამომდინარე ის არ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოში შიდა ინსტანციებში, თორემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისი გასაჩივრებას უზენაეს სასამართლო ვერ აღგზავნოს მხარეს, რაც სწორად მოიქცა რუსთავი 2 ამ შემთხვევაში და მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აქ უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, თვითონ მთავრობის დამოკიდებულება და მთავრობის დამოკიდებულება გადაწყვეტილებისადმი, სადაც სურდათ დაეკნინებიათ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ აპელირება იყო იუსტიციის მინისტრის მიერ, რომ ერთმა მოსამართლემ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, არადა ქალბატონმა წულუგიანმა იცის და მას უკეთ არ უნდა იცოდეს, რომ ერთ მოსამართლეს გამოაქვს ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილებები და ის რომ თუნდაც ეს ერთი მოსამართლე რაღაცა გაიგივებული იქნა რაღაც რიგით თანამშრომელთან და ასე შემდეგ, არა ბატონებო, მის პროცედურა ესეთი არის და ეს პროცედურის მიხედვით მოხდა ამ გადაწყვეტილების გამოტანა. შემდეგ რომ ძალიან აი ესე ვთქვათ, ყურში მოხვდა და ძალიან ცუდი ფაქტი არის, რომ მინიშნება ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და გადაბრალებები. ყველაფერი, ეს გადაბრალებები არის ცოტა სასაცილო, თავის თავში უნდა ეძებონ პირველ რიგში ის პრობლემები, რა პრობლემებსაც ქვეყანას უქმნიან საგარეო იმიჯის კუთხით და აქ არ შეიძლება დიენ არ აღინიშნოს ერთი ფაქტიც, რომ თქვენ გვახსოვს, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარადგინა მოსამართლეობის კანდიდატები და დაწუნებული იქნა ევროსაბჭოს მიერ, ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, თუ საით მიდიოდა ჩვენი ხელისუფლება და რომ ამათ ყველაფერზე ევროპა თავს არ დახუჭავდა და ჩვენც მივიღეთ შედეგი და ეს არაერთი იქნება ესეთი საქმეები, სხვა შედეგებსაც მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის
ხელისუფლების დროსაც ასე იყო პირველი 2-3-4 წელი და შემდეგ წამოვიდა ბუნებრივია ის ტალღა ის უკმაყოფილო ტონი ევროპელი კოლეგებისაგან დასავლელი პარტნიორებისაგან და რაც შემდგომში პოვა ასახვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაჩენებში რადგის გირგვიანი საქმის მოხსენიება სადაც საუბარია პირდაპირ მაშინდელი ხელისუფლებაზე რომ ამ შემთხვევაში ყველანი იყვნენ ჩართულები ჯაჭვისებურად რომ დარღვეულიყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და ყველა რა ტიპის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ პირველ ეტაპზე 8 მარტს და შემდეგ საბოლოო ჯამში მას რა შეუძლია თქვას რომ შესაძლოა გადაწყვეტილების შინაარსის მიხედვით რა ტიპის გადაწყვეტილება რომ მაგალითად დაირღვა თუ არა რუსთავიორის უფლება სასამართლოს უფლებაზე თვითონ როგორ მიმართავენ უკვე თვითონ იურისტები მიმართავენ და თვითონ იციან როგორ შეადგენენ და რა პოზიციას აირჩევენ სამართლიანი სასამართლოს უფლება ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხა წინასწარ ამის განჭვრეტა ძნელია რას დაადგენს და როგორ დაადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მაგრამ ფაქტია უბრალოდ შეურაღებული თვალითაც ჩანს რომ აქ საქართველოს ქართული მართლმსაჯულებაში და ქართულ ინსტანციებში აქ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და თანასწორობის პრინციპი არ ყოფილა ეს თვალნათელი არის ხოლო რაც შეეხება 8 მარტს გადაწყვეტილებას მიიღებს 8 მარტს ჩვენ იმედი გვაქვს და მე იმედი მაქვს უბრალოდ და სურვილი არის რომ გაგრძელებული იქნას ეს შეჩერების ღონისძიება მას შეუძლია გამოაცხადოს რომ იღებს საქმეს წარმოებაში და ასევე ვიდრე არ განიხილავს საქმეს რაც შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყოს ხანგრძლივი არის პროცესი არის მაგრამ თუ ხედავს ის საფრთხეს რომ აღსრულებიდან თუ ხედავს საფრთხეს რომ აღსრულების შემთხვევაში ის ზიანი იქნება გამოუსწორებელი მას აქვს შესაძლებლობა რომ შეაჩეროს გარკვეული ვადით ამისი აღსრულება ეს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი არის პრეცედენტულია მინდა გითხრათ პირველი ფაქტია და ჩვენც იურისტებიც გარკვეულწილად მეც ძალიან ინტერესით ველოდები თუ რა გადაწყვეტილებას მიიღეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია დღეს პრემიერი შეხვდა მედიის წარმომადგენლებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და ასეთი რამ ახსენა რომ აქ შეგნებულად წაიშალაო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას შორის შეიძლება რომ კერძო საკუთრების უფლების დაცვამ აი ზვიად ქორიძე საუბრობდა რომ ეს ასე არ არის და საკუთრების უფლების აღდგენა თუ ხდება მას არ შეიძლება გამოეწვია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თქვენ ვისგან ხედავთ ვინ შლიდა ამ ზღვარს და შეიძლება ამ ორმა ღირებულებამ ერთმანეთი გადაწონოს თუ ვინ ზღვარი წაშალა საერთოდ და ზღვარი წაშალაზე თუ არის საუბარი ეს პირველ ყოვლისა ძალუც ხელისუფლებას და ხელისუფლებამ წაშალა ეს ზღვარი შეიძლება ითქვას არ ვიცი ახლა ვის აბრალებს ბატონი კვირიკაშვილი როდესაც პირდაპირ უხეში ჩარევა მიმდინარეობდა რუსთავიორის სასამართლო პროცესში თუნდაც ის რადგის ის პოლიტიკოსების განცხადებები ქართული ოცნების რომლებიც პირდაპირ აი აგრესიული ტონით მოუწოდებდნენ იმ შემთხვევაში და სურვილს გამოთქვამდნენ და უფარავად რომ რუსთავიორი არ ყოფილიყო ისეთი როგორიც დღეს არის გასაგებია შეიძლება ბევრს მოწონს რუსთავიორი ბევრს არ მოწონს რუსთავიორი მაგრამ ამას არ აქვს შეიძლება მთავარი არის პრინციპებისათვის ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისათვის ერთგულება რაც მათთვის ამ შემთხვევაში უცხო არის დიანა გაგახსენებთ როდესაც და გაგახსენებთ კი არა თქვენ იყავით იმ ფაქტის მთავარი ამ შემთხვევაში ეპიცენტრში როდესაც 2007 წელს იმედში რა ფაქტებიც მოხდა მაშინ მე თუ გახსოვთ იმედი ჟურნალისტების ინტერესებს ვიცავდი და გამოვხატავდი თქვენს ინტერესებს ამ შემთხვევაში და ვიცავდი და გარკვეულ სამართლებრივ პროცედურებს ვახორციელებდი მაშინაც ვფიქრობდი რომ და ძალიან მწვავედ იქნა დარღვეული მედია დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება ხელყოფილი და ახლაც იმაზრზე ვარ აქ არ აქვს მნიშვნელობა მაშინ ვინ იყო ხელისუფლებაში დღეს ვინ არის ხელისუფლებაში ფაქტი ის არის მიზანი რა არის ფორმები გასაგებია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი იქ შევარდნენ შეიჭრენ მაგრამ შეჭრის შემდგომ დაბრუნდა იმედი და შემდგომ სამართლებრივი მანიპულირებები წაიღო ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც ახლა ამ შემთხვევაში ამ სამართლებრივი მანიპულირებებით მე ქართულოცნებს ანუ შედეგი არის თავარი შედეგი არის ის რომ მათი სურვილი არის მაგრამ აქ გლობალობის თემა ბევრად უფრო სადაო ხომ არის ვიდრე ეს იმედის შემთხვევაში გლობალობის თემა აქ ბუნებრივია სადაო არის იმ შემთხვევაში რომ აქ კეთილსინდისეების ინსტიტუტის საერთოდ უგულოყოფა მოხდა იმიტომ რომ მე რამდენი მყიდველი მე რამდენი შემძენი არის ამ შემთხვევაში და აქ არის მიზანმიმართულად პირდაპირ ერთი რამის გამოხატულება მე პირდაპირ გეტყვით თუ ყავდა ნაციონალურ მოძრაობას ჯოზეფ კეი ქართულ ოცნებას ყავს ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში აი ეს არის და ეს
ნაციონალური მოძრაობის ჯოზეფ კეის არაფერი არ აკავშირებდა იმეთთან გარდა ბადრის პატარკაციშვილთან ნათესაობის და მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა რომ რაღაც წლებში მფლობელი იყო ამან. გასაგებია შემდგომ აღმოჩნდა რომ რაღაც საბუთებით ამ შემთხვევაში დაკავშირებული იყო ჯოზეფ კეი და მიიღო იმედი, ხო? სამართლებრივად რაღაც манипуლირებებით მიიღო ბატონმა კეიმ იმედი და იმედში წილები. ასე არის ამ შემთხვევაშიც სამართლებრივად მის მფლობელობაში იყო შეიძლება გარკვეული ხნის განმავლობაში ბატონი ხალვაშის, მაგრამ როგორ გადავიდა მაშინ მფლობელობაში, როგორ მიიღო ეს საკუთრება, გააყიდეს თუ არა ძალით ამასაც უნდა ჩაუღმავდა და თვითონაც როგორ გაყიდა შემდგომ და იმის შემდგომ როგორ გაიყიდა და ჯაჭვური რეაქცია და ჯაჭვური პროცესი აქედან გამომდინარე აქ ასე პირდაპირ ცალმხრივად შეხედვა არ იქნება მართებული და არ იქნება სწორი. არ შეიძლება ამ შემთხვევაში კიდე არ გამოვეხმაურო განცხადებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით ცოტა ესეთ ღიმისმომგვრელი განცხადებები გვესმის ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს არის უბრალოდ თითქოს და გადატანა იმ საუბრების, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საუბრობს. ანუ ქართული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურმე დაკავებული არის იმის, რომ ამოიწეროს, ჩაინიშნოს, ვინ რა სიტყვის საქართველოში ოპოზიციონერები. სხვა რაღაცებსაც ამბობენ სხვადასხვა არასამთავრობოები და ის არ ამოუწერია. მაგას ვაპარაკობ და ის სახელმწიფო დეპარტამენტი ის რა თქვა როგორ დაწეროს და რა დაწეროს ერთი რაღაცა მინდა დიდ დროს რა წაგართვოთ მე კარგად მახსოვს როდესაც ანალოგიურ განცხადებებს და უფრო სიმწვავე განცხადებებსაც აკეთებდა სახელმწიფო დეპარტამენტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს და დღეს და მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება საუბრობდა რომ ანალოგიურ ტონში რომ ეს არის ოპოზიციის პრეტენზიები და ის ასახა სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს უბრალოდ შეიცვალა როლები ქართული ოცნება ხა ხელისუფლებაშია მაშინდელი ოპოზიცია მაშინ ისინი ჩემ პოზიციაზე იყვნენ დღეს ვინც ხელისუფლებაში არიან ანალოგიურად საუბრობენ უბრალოდ დღეს სხვანაირად ჭირდებოდა სხვანაირად საუბრობენ ეს არ გამოვა ბატონო დიდი მადლობა ლევან სამუშიას